საჯარო დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაკი მესამე პრეზიდენტის პოსტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და სააკაშვილის გადაწყვეტილებას მოულოდნელი, იმპულსური და არა თანმიმდევრული უწოდა. მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს ოცნების ლიდერებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და პროპაგანდისტულ მედიას ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკასთან. მოუწოდებთ წევრ ქვეყნებს თავი შეიკავონ ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან, ვიდრე ისინი დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს ააგრძელებენ, ნათქვამია ანგარიში. TikTok Live-ში ეჭვიანობის გამო ორ არასრულწლოვანს შორის დაპირისპირება მოხდა. ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტი თბილისში, ისანი სამგორის რაიონში მოხდა. მოზარდმა მეორე ბიჭის საქმის გასარჩევად დაიბარა, ქუჩაში წიხლებით სცემა და პარალელურად ვიდეო გადაუღო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. რუსული საიმპორტო შეზღუდვების კომპენსაციისთვის ევროკავშირის სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს. Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაედგა, რაც ბრიუსელი და მოსკოვი ერთმანეთს სომხეთის მომავალზე გავლენის მოპოვებაში ეცილებიან.